დედას ფერად ამ ბოლო ცხოვრებიდან გამომდინარე ჯერ ხაში ვფიცოთ და მე დავიწყოთ მუშაობა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიყოფებით კლდანში, კაპაროლის ოფიციალურ სადილერო მაღაზიაში. თეიმურაზ ბოჭორიშვილის ნომერი 8. ხოლო დღეს ჩვენი სტუმრები არიან არც მეტი, არც ნაკლები კეთილები. გამარჯობათ მეგობრებო. გამარჯობათ. დაგახარეთ მოკლედ. როგორ ხართ? როგორ მიდის საქმეები? რა გვიშავს? კეთილი იყოს ჩვენი კეთილების ფეხი. თქვენს ამბავში არა გვიშავს. სულ რამდენიმე კითხვა გვექნება თქვენთან. იყოს ბევრი, ჩვენ გვიზარება მოსულები ვართ, ახალ მოვედით. მოდი მაგრამ სახში დაბარებულია ფაქტი. კი, მე რა თქმა უნდა, რომ მე ვიდეო კაპაროლის მაღაზიაში არ დამირეკოთ. იცოდით თუ არა რომ გლდანში, თემქაზე და მუხიანის ამ ტერიტორიაზე მხოლოდ აქ არის ჩვენთან კაპაროლის ოფიციალური სადილერო მაღაზია. მე ვარ ამ მაღაზიაში ნამყოფი, მე ვიცოდი. ძმობილი არ იყავი, მე მგონი ჩინჩინთან იმ რეისია. ვიცოდი კი. ოდესმე გონია ჩემხელობას აღებოთ. შენებლობასთან, ხელი საღებავთან, რემონტთან. იცდია რომ რაღაცა გამეკეთებინა. არ ვიცი როგორ გამომივიდა ხელში მახთინარსაც მიზახოთ მე ისე ბევრი რამე გამომდიოდა, მაგრამ ну ყოველ შემთხვევაში რაღაცა ვიცდია რა, ვის არ გაუკრასკავს, უნდა სათამაშო მანქანა მანიკურით. ფერფერ ვაჯენდი მოსა. შეძლებლად არ ვარ. რომელ ფერთან ასოცირდება თქვენი აზრით ჭიოთური? შავი. როგორც მარგალიტი, შავი ოქრო, მარგალიტი, შავი მარგალიტი. შავი ძირითადად რა ჩვენი ყვირილის ფერის გაითვალისწინეთ რომ შავი ფერი ელეგანტურობა. კი, ნიტო თუ არა, სხვა პლუსი კი არა. კანა მარგალიტის გამ. არა, გას. ხარაგაულთან დაკავშირებით ასე თქვით რა ფერი იქნებოდა ხარაგაული. ბიჭო, ხარაგაული. ბუნების ფერი. ბუდღია და მწვანე, სუხეხილი და სუხეები და სუმცენარე და ეგეთი ამბავი. ყვირილა რომ შავი არ ყოფილიყო რა ფერი იქნებოდა? მუქი. მაინც გააჩნია მინერალს კიდევაც მოიპოვე. სპილენძი იქნება და სპილენძის ფერი რაღაცა უქროს მესი გადასული, მაგრამ მუქი. სერიალში ნუგზარას მანქანა არის მუქი შინდისფერი. ინახან ნუგზარია თქო. მუქი შინდისფერი არის. მაგრამ რატომაც მეგონა ყოველთვის რომ შავი ფერი იყო. შავი წყავდა. ორი ყავდა შავი. ყავდა შავი, მაგრამ ის ძირი ქონა გამომბალი იმ შავ მანქანასთან. მე მოხდა ისე რომ სულ ცარენა ახალი მანქანა 350,000 გარბენით პრაქტიკულად აპკატკაზე შეიძინა ნუგზარმა და რა ფერი იქნებოდა რო არის შავი? ან თუნდაც მუქი შინდისფერი. თავარია 24 იყოს. თავარია ოჯახისთვის. ოჯახისთვის. ერთად თუ რამეს ყიდულობს ნუგზარა, ყიდულობს ოჯახისთვის და ყველანაირი ფერი შეიძლება უბრალოდ გაბზიალებული აუცილებლად უნდა. ლუიზას რა ფერი მოსწონს? ლუიზას რა ფერი? ლუიზას მე ვიტყვი თუ შეიძლება. ის ამ ბოლო ცხოვრებიდან გამომდინარე ცოტა შისარა. შიშავისკენ არის მიმართული, მაგრამ ყველაფერი მოსწონს ლუიზას, მაგრამ თავის მაღაზიაში რა ფერიც გაიყიდებოდა ის მოეწონა. ფერადი ალბათ უფრო, მაგრამ არაფერი ცხოვრებას ამწუხარად. დედას ფერად. თავის შვილი ლუიზას და ნუგზარას რო რემონტი ქონდეთ. რა სიტუაცია იქნება და დაახლოებით. სახში. ციოკი. სახში იქნება და დედის ხმა. ეს შეგვიძლია ამოვჭრათ. იმიტომ რომ ფაქტიურად ნუგზარას, კარგი სიტუაცია არაფერ არ იქნება. ნუგზარა თუ ვინმე მოიყვანა და ჯერ იქნებოდა ბიძაშვილი, ვინც გაუკეთებდა რემონტს, აუცილებლად. და იქნებოდნენ დაწყვეტილი თვალები და ძირითადად საათზე უკვე დილას. ხო, დილას ხაში, მოდი ჯერ ხაში ვტკიცოთ და მე დავიწყოთ მუშაობა, ესე იტყოდნენ და იქნებოდნენ დაწყვეტილები და ლუიზა იქნებოდა ალბათ ყელამდე ან გაჩი ან რამე მოუწევდა მარიარკის სწავლა. ხო. ძირითადად სულ ყველაფერს ლუიზას გააკეთებდა რა ბლოკებს ეზათრებდა და ლუგზარი იქნებოდა გადაშვილი მთვალი იქ. თქვენი აზრით როდის გაიმართებით? კაცმა არის ის მაგ. გააჩნია სპონსორი. სერიალთან დაკავშირებით იმას ვიტყვით, რომ გააჩნია მიმდინარე მოვლენებს, იმიტომ რომ თუ გავიმართებით, თან დამთავრდება ჩვენს გემიმართებით მიმონის. სერიალში არ ვიცით გაიმართებით ჩვენ. იმდენად ვერ მიდიან სწორგზაზე ეს ჩვენი პერსონაჟები, რომ რაღაცა გამართვისკენ თრად ვერ არიან მიდრეკილები. კი უნდათ ძალიან რომ გაიმართონ, მაგრამ სადაც ის დეზე გადასავანს ნახავენ, იქ გადავარდებიან, რა ვიცი. ბასარა ნუგზარას ცხოვრებაში. რა ფერი? ბასარა. რა ფერი იქნებოდა? ხალუჯი ხანა. წითელი. ბასარა ძალს ერქვა ჩემი ეზობლის ეს და
რა ფერია? გაჩნია, რამდენად ფრალია ნუგზარა თუ არა, ის ხანდახან იმნაირი ფერია, ხორბლის ფერია, იმის ნებისმიერ ერთმანქანს ურჩევნია ხანდახან, მაგრამ რა ვიცი, ხანდახან არის. კეთილები რატო დაარფიცები? კეთილები, ჩვენი კეთილები, რა ვიცი. ეთილები ახლა ეს კვარტნაცონე გიოს იდეა იყო ეს პოლიტიკებს და გიომ თქვა და ჩემი აზრით კიდე მთავარი მაშინ 6 წლის წინ დაარსდა კეთილები ესე ვთქვა და მაშინ იყო რაღაცა უცხოური სახელები მოდაში არ მოგწონდა ჩვენ რა კანა რამე წინავე მაგრამ გვინდოდა რომ ქართული ყოფილიყო ეს სახელი პირველ რიგში და ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის რომ კეთილები ქვია და თან რაღაცა პოზიტიური სახელია ეს. კეთილები ხო რაღაცა ეს უარყოფითთან არ არის თლად მიმართული რა. და აკაკი და გიორგი რეალურ ცხოვრებაში როგორი ტიპაჟები არიან დაახლოებით და აი როგორც პერსონაჟები რაც არსებობს რაღაცა პარალელი შეიძლება გავალოთ თუ არა რა მაცხოვრებელს. ხო, და იმდენად ახლოს არის ეს პერსონაჟები ჩვენთან და იმდენად მთელი ცხოვრების განმავლობაში ახლა რა გითხრა, ხშირად ვიყენებთ ამ პერსონაჟებს საუბარში და იმაში ხუმრობაში, ყოველ შემთხვევაში ამ პერსონაჟებით ხუმრობთ თუ არა. ხასიათებით რამდენად გავს, რამდენად ვარ ლოთი და ის ნაკლებად. მეც ახლა ტანჯულოს რო შევიდა რომ იმედიარი და საერთოდ არაფერი საერთოდ არ მოწესით არ ვიცი. აკაკი, მამიდას ქრიალებზე რა სია? ბორშები არიან ანგელოზები. კვანანძ ჩემს მას მამას ჩემს მამ მე მეკითხი ახლა იმას არქებია. კარგი შვილები არიან ეგეც აი ეს. ძალიან საყვარელია. მუშაობენ თუ არა და იყონ. რამე ცნობილი შენობის შეღება რო შეგეძლოთ, რა ფერად შეღებოდით და თუ გახსენდებათ გააჩნია შენობას. შენობას გავეს. პირამიდა ჩვენ არავინ შეგვაგებინა. და ვარა თუ არა. ვარა თუ არა. გადავგროვსკავდი მაგას არიან კარგ პირებში. გზარას ღვიძლი რა ფერია? შენი აზრით. აჩი დილას გაინტერესებს შუა დღეს თუ საღამოს. დილას არის მუგი ლურჯი იასამნისფერში გადასული და რომ უკვე წვალობს. ალბათ შუა დღეს იქნება უკვე კარგად გაყვეთილებული რა. იმრილა და საღამოს ისევე შავი.